მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა რომ აქ შევიკრიბეთ ყველანი Accel-ის და Forbes-ის ერთობლივ ღონისძიებაზე. ძალიან ისეთი შინაურული და მეგობრული გარემო აქ თითქმის ყველას იცნობს. ამიტომ ვთქვით რომ იქნება ნაკლები ფორმალობა და უფრო მეტი ერთგვარი ბუნებრივი და ჯანსაღი კომუნიკაცია. დღევანდელ ღონისძიებას ერთგვარი წამყვანების როლში გავუძღვებით მე და მარიამი, მე ლუკა ვონსაც და მარიამ გიორგობიანი, რომლებიც ვართ 23 წლის Forbes Under 30-ის ალუმნი ფინანსების კატეგორიაში და მარიამი უკვე ტექნოლოგიის კატეგორიაში. მოგესალმებით. მეც მეგობრებო, ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს აქ შევიკრიბეთ მიუხედავად ყველა წინააღმდეგობის, რაც ამ ბოლო პერიოდში გვაქვს ჩვენ. დღეს გველოდება რამოდენიმე ძალიან საინტერესო სადისკუსიო პანელი და რა თქმა უნდა, დღის მთავარი ამბავი დაჯილდოვებული იქნება ადგილობრივი გამორჩეული სტარტაპები და 2024 წლის Forbes-ი 30-30-მდე გამარჯვებულები. კარგი, დღევანდელი ერთგვარი პირველი მისასალმებელი სიტყვას გადავცემ Accel-ის მმართველ დირექტორს ირო ცაგარეიშვილს, რომელიც როგორც ერთ-ერთი ჰოსტი დაიწყებს პირველი მისასალმებელი სიტყვით. გამარჯობა, მოგესალმებით ყველას. ძალიან გვეხარია, რომ ეს ყველაფერი Accel-ის ტერიტორიაზე დგება. აქამდე თუ ვინმეს Accel-ის შესახებ არ გაგიგიათ ერთი-ორი სიტყვით გეტყვით, რომ Accel-ი არის საქართველოს ერთადერთი ანგელოზი ინვესტორების ქსელი და დაახლოებით 100-მდე წევრს ვაერთიანებთ, რომლებიც აკეთებენ ინვესტიციას ქართულ და არა მხოლოდ ქართულ ტექნოლოგიურ სტარტაპებში. 30 წლამდელთა სიაში არის ძალიან ბევრი ჩვენი ფაუნდერი და მაგით ძალიან ვაყოფთ, რომ ზუსტად ის გამორჩეული ადამიანები არიან ტექნოლოგიების, ფინანსების, ანტრეპრენერების სფეროდან, რომლებიც როგორც ჩვენ ისე Forbes-მა დააიდენტიფიცირა. ეს სივრცე, სადაც დღეს ვართ შეკრებილები, არის Accel-ის სახს ვეძახით, ჩვენი საინვესტიციო შეხვედრების ყოველთვიურ რეჟიმში აქ ტარდება და ჩვენც ვაპირებდით წლის დახურვას Forbes-აც უნდა გაეკეთებინა თავის ღონისძიება, პარალელურად ეს სტარტაპ ლისტის გამოცხადებას ვაპირებდით ერთად და სწორედ ამან რაღაც გამოიღო ის შედეგი, რომ ვთქვით, რომ მოდი გავაერთიანოთ ძალები და ერთად უმასპინძლოთ როგორც Forbes-ის 30 წლამდელთა სიის გამარჯვებულებს წინაწლებიდან, ასევე სტარტაპებს, ჩვენ პორტფოლიო სტარტაპებს და იმ 10 ტექნოლოგიურ სტარტაპს, რომელსაც ახლა არ დაგასპოილერებთ და უფრო დღის ბოლოსკენ გამოვაცხადებთ ერთად. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა, იმედი მაქვს, კერძო დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი კარგად ჩაივლის, როგორც წესი ეგრე ხდება ამ სივრცეში. როგორც აღინიშნა, ფორმატი ძალიან არაფორმალურია, წინ ადგილები კიდევ არის და შეგიძლიათ რომ დაიკავოთ, ასევე უკანაც არის სკამები და შეგიძლიათ რომ დაბრძანდეთ, იმიტომ რომ რამდენიმე საათიანი საკმაოდ ისეთი მსუყე აჯენდა გველის წინ. თავს აღარ შეგაწყენთ და სიტყვას გადავწემ ჩემს მეგობარს, რაც თანამებრძოლს, პარტნიორს და ბევრი კიდე რაღაც სხვა ებითად შეგვიძლია დავამატოთ, შოთა დიღმელაშვილს, Forbes-ის მთავარ რედაქტორს. გამარჯობა, დიდი მადლობა პირველ რიგში მოგზაურობისთვის, დიდი მადლობა იროს მასპინძლობისთვის ამ მშვენიერ სივრცეში, დიდი მადლობა ყველა პარტნიორს, Grant Thorntons, რომელსაც ჩვენი ფინანსები აქ ჩაბარებული, განსაკუთრებული მადლობა უნდა უთხრა, მინდა მადლობა უთხრა Under 30-ის ყველა წევრს, წარსულის ალუმნებს და წლევანდელ გამარჯვებულებს. ეს არ არის რაღაცა სიახლე წლევანდელი გამარჯვებულები. ჩვენ გეგმავდით, რომ გაცილებით დიდი ცერემონია გქონოდა იმისათვის, რომ დაგვეჯილდოვებინა ეს ადამიანები, დაგვეჯილდოვებინა თქვენ, მაგრამ სამწუხაროდ ისევე როგორც გალა, ესეც გადაიდო. სამწუხაროდ არა, იმიტომ რომ მნიშვნელოვანია, რომ გავითვალისწინოთ ის გარემოებები, რომელშიც ვართ ახლა და ზედმეტ ცერემონიულობას მოვერიდოთ, იმიტომ რომ ფიქრობთ, რომ ძალიან დიდი რაღაცა წყდება, ხო? ეხა თითოეული ჩვენგანისთვის და ზუსტად ამას ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც გადავწყვიტეთ, რომ მაინც არ გადაგვედო ჩვენი Under 30 ღონისძიება და გაგვემართა, ის იყო თქვენი, ანუ ძალისხმევების გაერთიანება იმისათვის, რომ პოზიტიური ცვლილებები გამოვიწვიოთ, ხო? ეს არის რაღაც არაფორმალური საღამო, უფრო იმისთვის, რომ რა ვიცი, ერთმანეთს თვალებს ჩავხედოთ, ვისაუბროთ ერთმანეთთან, ვინც არ ვიცნობთ, უკეთესად გავიცნოთ ერთმანეთი და თან არსებული გამოწვევები, რაც არის
ჩვენ წინაშე, თითოეული ჩვენგანის წინაშე. მე ვფიქრობ, რომ აქ არიან ადამიანები, ვისაც შესწავთ უნარი, რომ პრობლემები სოლუშენებად აქციონ, არ უყურებენ პრობლემას, როგორც მიზეს, რატომაც სადღაც უნდა გაიქცნენ. არამედ აქცევენ პრობლემას სოლუშენად და აქცევენ პრობლემას წარმატების ისტორიაც და არ მინდა სადღეგრძელოსავით გამომივიდეს და ძალიან გამიგრძელდეს, მაგრამ მართლა გულწრფელად ესე ვგრძნობ, რომ შევხედოთ საქართველოს, ხო, და რომ თქვათ, რომ რა არის ჩვენი მიზანი, ხო, რაღაც კეთილდღეობის გაზრდა, რა არის იმ ყველაფრის საბოლოო მიზანი, რასაც ყველანი ვაკეთებთ, ხო? ნუ არის ერთი რომ პერსონალური თვითრეალიზაცია, წარმატება, მაგრამ საბოლოო ჯამში ესეც ემსახურება იმას, რომ ადამიანი ბედნიერი ვერ იქნება, როცა მის გარშემო ადამიანები უბედურები არიან და პერსონალური წარმატებაც ემსახურება იმას, რომ გარშემო, ანუ კეთილდღეობის ზრდა მოხდეს, ხო? ჩვენ უშუალო გარემოში და Forbes-იც ამ შინაარსის არის. Forbes-ი როგორც არ ვიტყვი გამოცემა უკვე უფრო ფართო კონტექსტში მედია Forbes-ი, ეს არის სივრცე ადამიანებისთვის, კომპანიებისთვის და იდეებისთვის, რომლებიც ცვლიან სამყაროს. და სამყაროს შეცვლა შეიძლება რაღაცა ისე ჟღერდეს, მაგრამ შენ თუ პატარა ცვლილებას, პოზიტიურ ცვლილებას გამოიწვევ შენ უშუალო გარემოში, შენ რა ვიცი, უბანში, ქალაქში, ქვეყანას თუ შეცვლი, ამით ცოტათი მაინც მსოფლიოსაც ცვლი. და აქ არიან ადამიანები, ვისი წარმატებებიც, ხო, ანუ არ არის მხოლოდ ლოკალური, სკეილინგი განიცადეს მათმა ტექნოლოგიურმა, ასე ვთქვათ, მიღწევებმა, არის ანუ მართლა ვარსკვლავები სხვადასხვა სფეროს, სხვადასხვა კატეგორიების, რომელსაც დავასახელებთ, რომელიც არ შემოიფარგლება მხოლოდ ბიზნესით, ხო, აი კულტურული, ასე მიზიდულობის ცენტრებიც, ხო? და მე ვფიქრობ, რომ საქართველოს მთავარი არ ვიტყვი, რომ რაღაცა კონკურენტული უპირატესობა არ საქართველოს ერთადერთი შანსი არიან ეს ადამიანები. აი ვფიქრობ, რომ საქართველოს ერთადერთი შანსი ხართ თქვენ და მართლა არ არის სადღეგრძელო, იმიტომ რომ რა ვიცი, მაკროეკონომიკური თეორიით როგორ შეიძლება წინ წავიდეს ქვეყანა, ხო? სამი კრიტერიუმია, რა ვიცი, კაპიტალის ბაზრები განავითაროს და ოკეი, რა ბირჟა უნდა ცოტა არ ვიცი, აი შევხედოთ ჩვენ ბირჟაზე და ვხედავთ, რომ შორეული პერსპექტივა. სამუშაო ძალა და ეხლა კი იაფიანი სამუშაო ძალა ყავს, მაგრამ არა იმ მოცულობით, რომ ეს იყოს ჩვენი კონკურენტული უპირატესობა. პროდუქტიულობა, რომელიც არის ტექნოლოგია, ტექნოლოგიური განვითარება, რომ პროდუქტიულობის ზრდის ხარჯზე. სხვანაირად ეკონომიკა ვერ გაიზრდება. ჩვენ არ გვაქვს ბუნებრივი რესურსები. ერთადერთი რაც გვაქვს, არის ადამიანები, ნიჭიერი ადამიანები, ადამიანური რესურსი. და Forbes-ი ემსახურება ამას, რომ ეს ადამიანური რესურსი ვერაფერი ვერ გაიზრდება ცუდ ნიადაგზე. და შექმნას კარგი ნიადაგი ამ კარგი თესლისთვის, თესლი ადამიანებს. ხოდა, ეხლა კიდე გეგმებზე უნდა მოლაპარაკო, მაგრამ ძალიან გამიგზელდება. დიდი მადლობა ყველას, რომ მოხვედით. ძალიან ბევრი გეგმა გვაქვს. პირველ რიგში 2025-ში თუ ისე არ გამოგვივიდა, რომ კაცი ბჭობდა, ღმერთი იცინო და პოდკასტების დიდ აგრეგატორს გავაკეთებთ, იმიტომ რომ ეს მგონია მომავლის მედია, ლეგასი მედიაში მე თვითონ მაქვს დაკარგული რწმენა და მგონია რომ Forbes-ის ბრენდი იმისთვის უნდა გამოვიყენოთ, რომ ამ ბრენდით გავაძლიეროთ ის ადამიანები, ვისაც რაღაც სათქმელი აქვს და მაქსიმალური ვთქვათ შესაძლებლობა მივცეთ, რომ მეტ ხალხთან მიიტანონ და აგრეთვე ღონისძიებები დაგეგმილი გვაქვს 7-ზე მეტი ღონისძიება და ძალიან საინტერესო პარტნიორობები ისევ და ისევ თუ გარემოებებმა ხელი შეგვიწყოს და გარემოებებმა რო ხელი შეგვიწყოს, ამაზე ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ, მათ შორის იმით, რომ ეხლა 6 საათზე რო ყველანი მოვრჩებით ამ ყველაფერს, გავიდეთ 7 საათზე ისევ შევხვდეთ ერთმანეთს რუსთაველზე. გეგმების საერთო გეგმა გვაქვს ნოდოსთან ერთად, რომელიც მინდა თავად წარადგინოს, იმიტომ რომ ძალიან დიდი საერთაშორისო რეგიონულ არ ვიტყვი, საერთაშორისო მნიშვნელობის ღონისძიება გვაქვს ერთად დაგეგმილი, ასე რომ მასზე უკეთ ვერ წარადგენს ამ გეგმას და შევხვდებით, რა ვიცი, ჯერ რუსთაველზე და მე 2025 წელს უფრო პომპეზურად და ცერემონიულ ამბებში, როცა გარემოებები ამის საშუალებას მოგცემს. დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა შოთა. ძალიან ბევრი პოზიტივი მოიტანე, ძალიან დიდი მადლობა და მეც მეგობრებო გაგეცნობით 2017 წლის Forbes-ის სტარტაპის ჯილდოს მფლობელი ვარ.
წინათაობა სტარტაპერების. ამჟამინდელად 2 წელია რაც ამერიკაში მოღვაწეობ ჩემი კომპანიებით და ძალიან ბევრი საინტერესო კავშირები გაგვიჩნდა როგორც ამერიკაში, ევროპაში, აზიაში და ყველგან ვამაყობდით ჩვენი ქვეყნის წარმომავლობით. საქართველოს როგორც ჩემი უცხოელი მეგობრები მეუბნებიან, არის თავდადება, სიყვარული, კრეატივი, ერთმანეთის გატანა და თავაწეულები წინ სიარული. და მიუხედავად იმისა, რა სიტუაცია გვაქვს ქვეყანაში, ჩვენ თვითონვე თუ არ დავიჯერეთ, რომ შეგვიძლია რაღაცის სრულება, ნეგატივი წაგვლეკავს ყველას. აქედან გამომდინარე, შოთასთან და აქსელთან და ბევრ საინტერესო პარტნიორთან ერთად გადავწყვიტეთ საქართველოში 25, 26, 27 აპრილს დაგვიარსებინა Global Tech Weekend Tbilisi, რომელიც აერთიანებს 2 დიდ საერთაშორისო Gaming Tech-ის და Web3-ის კონფერენციას, ასევე რეგიონალურ და ლოკალურ კონფერენციის დამფუძნებელს, community builder-ებს და გვექნება ისეთი celebration-ი, როგორც გვინახია Web3-ზე, ამერიკაში, იაპონიაში და ნებისმიერ სოფლიოს წერტილში. რამდენიმეს დაგითიზერებთ სპიკერებს, რო იცოდეთ YouTube-ის co-founder-ი, Roblox-ის board of director-ები, Atari-ის CEO, Ubisoft-ი, PlayStation-ი, Netflix-ი, Warner Bros-ის CEO და ბევრი სხვა. რეალურად გვინდა ყველას ერთად, თქვენთან ერთად, რომ ჩვენი ქვეყანა დავიჯეროთ და გავხადოთ ის ადგილი, რაზეც ბევრი უცხოელი ვინ ჩამოდის და გიждდება. და ამიტომ ძალიან დაგვიხარდება თუ ყველა გვერდში დაგვიდგებით, ეს არის ჩვენი community event-ი, Umbrella, სადაც ყველა შეგეძლებათ, რომ თქვენთვის საინტერესო ადამიანი გაიცნოთ, თუნდაც გლობალურად, თუნდაც რეგიონალურად. დაახლოებით 20 ქვეყნის წარმომადგენლები ჩამოდიან თავიანთ სტარტაპებთან ერთად, გვეყოლებიან სოფლიოში ყველაზე დიდი VC ფანდები, როგორც აზიიდან, ასევე ამერიკიდან და აფრიკიდანაც და ევროკავშირიდანაც. ყველას გვინდა ვანახოთ, რომ ეს არის ქვეყანა, სადაც ხალხი, ახალგაზრდები ვამოძრავებთ ამ ქვეყანას. ინსტიტუტებს არ შეუძლიათ, რომ ჩვენ რამე შეგვიშალონ ხელი, ამიტომ ძალიან მიხარია, რომ Forbes-ი უკვე გვერდში დაგვიდგა აქსელთან ერთად და ბევრი სხვა საინტერესო პარტნიორიც. ივენტს გამოვაცხადებთ უკვე ოფიციალურად მომავალი წლის დასაწყისში და შეგეძლებათ ქართველებისთვის გვექნება ძალიან ბევრი საინტერესო თემები და მოხარული ვიქნებით თუ ყველა ახალგაზრდა ამ თემაში ერთად ჩავერთვებით მოხალისეებადაც და ისეც და ყველა ერთად აღნიშნავთ ჩვენი ქვეყნის წინსვლას. მადლობა ძალიან დიდი. ძალიან დიდი მადლობა ირო, შოთა, ნოდო, მშვენიერი სიტყვები და მშვენიერი ამბები გაჟღერდა მგონი. ახლა კი გადავდივართ ჩვენ პირველ სადისკუსიო პანელზე საკმაოდ მნიშვნელოვან დღევანდელი დღისთვის მნიშვნელოვან თემაზე. წინააღმდეგობა ბიზნესის თავისუფლებისთვის. და მე გამოცხადებ ჩვენ პანელის მონაწილეებს. პანელის მოდერატორი იქნება ნანა დიხამინჯია, ინჟინერი, ალტე უნივერსიტეტის პროფესორი. ნანა აი აქეთ შეგიძლიათ მოგზავნოთ. ასევე პანელის სპიკერები იქნებიან ნინო ეგაძე, დიზაინ ინსტიტუტის დამფუძნებელი. თინა სტამბოლიშვილი, ვენის სადაზღვეო ჯგუფის კომუნიკაციების დირექტორი. და ელენე ჯღარკავა, კავკასიის ბიზნეს სკოლის დეკანი. მოგესალმებით. Forbes-ის ამ დაჯილდოების ჟიურის წევრი ვარ, მეცნიერების ნაწილში ვიყავი რამდენიმე წელი და შემდეგ გადმოვედი სხვა ნაწილში, უკვე რამდენიმე წელია და ყოველთვის ძალიან საზეიმო, ყოველთვის ძალიან სასიამოვნოა ხოლმე ეს დაჯილდოება და ყოველთვის ძალიან ისეთია ხოლმე საზეიმო. მაგრამ ახლა ძალიან რთულ პირობებში ვართ, მე მგონი ყველას გააზრებული გვაქვს ეს სირთულე. და ეს პანელი სწორედ ამას ეძღვნება, იმას თუ რა შეუძლია, როგორ შეუძლია საზოგადოებას გაუწიოს წინააღმდეგობა რეჟიმს და განსაკუთრებით როგორ შეუძლია ეს ბიზნესს. როგორ შეუძლია ბიზნესს გათავისუფლდეს სხვადასხვა წნეხისგან და რა ტიპის წინააღმდეგობა გაწიოს. ძალიან მნიშვნელოვანი პლატფორმა გაჩნდა სულ ერთი კვირაც კი არ არის და უცებ დავინახეთ, რომ ამ პლატფორმის გაჩენამ თავი მოუყარა იმ ბიზნესების ხმას, რომელთაც უკვე აღარ ეშინიათ რეჟიმის. აქ უკვე არის 1800-მდე 1796 ბიზნესი უკვე არის დაფიქსირებული როგორც მხარდამჭერი და დაახლოებით 900 კიდევ დგას ვერიფიკაციის რიგში. ასევე იცით, რომ თვითონ მომხმარებლებს შეუძლიათ ადამიანებს რომ მოითხოვონ პოზიციის დაფიქსირება სხვადასხვა
ბიზნესებისგან. სწორედ ამაზე მინდა ახლა ვისაუბრო ჩვენს არაჩვეულებრივ სტუმრებთან ერთად. იმაზე თუ როგორ შეიძლება აი ამ წინააღმდეგობის გაზრდა ვაკეთებთ თუ არა საკმარის და კიდევ რისი გაკეთება შეიძლება. მოდით დავიწყებ თინათინ სტამბოლიშვილით, რომელიც წარმოადგენს GPI Holding-ის კომუნიკაციების ხელმძღვანელს. თინა, მოდი დავიწყოთ იმითი, თუ რა არის საერთოდ ეს პლატფორმა, როგორ მოხდა, რომ ერთმა პლატფორმამ უცებ თავი მოუყარა ყველა ხმას, რომელიც გაფანტული იყო სხვადასხვა პეიჯებში თუ სტორებში და რამდენად მნიშვნელოვანია, რომ უკვე ამდენი ბიზნესი ამას აცხადებს, გქონდა თუ არა ასეთი პრეცედენტი საქართველოში მანამდე? კი ბატონო, მე მინდა ერთი რაღაც შესავლით დავიწყო. მე წარმოვადგენ იმ თაობას, რომელიც მოვდივარ რაღაც 90-იანი წლებიდან, ვიყავი თქვენ ხელა, თქვენზე პატარა და მაშინ ყველაზე მდიდარი ადამიანი საქართველოში იყო ის ადამიანი, ვინც მოიპარა ანაბრები მთელი ჩვენი ქვეყნის და ამით გააკეთა ბიზნესი და დღესაც ის ადამიანი საქმიანობს საქართველოში, არანაირი რაღაც იურიდიული ლეგალური პასუხისმგებლობა მის მიმართ არ დადგა და ამავე პერიოდში შეიქმნა ორგანიზაცია, რომელსაც მაშინ გაერთიანა ეგრეთ წოდებული მსხვილ გადამხდელთა რაღაც კომპანიები და დღესაც არსებობს ეს ორგანიზაცია, ამას ქვია საქართველოს ბიზნეს ასოციაცია და აქ არის გაერთიანებული ბევრი კომპანია და მათ შორის აი ისინიც, რომლებიც დღემდე მოდიან და ამას ეძახიან ბიზნესის კეთებას. ამ ასოციაციისგან მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში დღემდე 13-მა ბიზნეს ასოციაციამ ემჩემმა უამრავმა ესეთმა გაერთიანებამ უკვე ღია დააფიქსირა პროტესტი მიმდინარე მოვლენების მიმართ. აი ამ ასოციაციას, რომელიც ესეთი ბიზნესმენებისგან არის ძირითადად ჩემდგარი, ხმა არ გაუღია. და ჩვენ აი იმ ბიზნესების მიმართ, რომლებიც აქ დავაფიქსირეთ ჩვენი მოსაზრება და დეესკალაციის მოთხოვნა, რაც არის ორი, ეს არის პატიმრების გამოშვება და ახალი არჩევნები, უკვე ისმის მუხარები. თქვენ შეიძლება ამჩნევთ სოციალურ ქსელში როგორ ამუნათებენ ამ ბიზნესებს და ემუქრებიან, ავიცი, დაჭერით, რეპრესიებით, ბიზნესის გაქრობით და ასე შემდეგ, ხელისუფლების წარმომადგენლები. აი პირდაპირ ღია ტექსტებით. აქედან გამომდინარე, ჩვენ დღეს, აი თქვენ ვისაც აქ ხედავთ, ეს არის ახალი თაობა ბიზნესის, რომელსაც აქვს რაღაც სხვა ინსტიტუციური მოთხოვნილება და სწორედ ესეთი ბიზნესის ხმა ისმის ამ პლატფორმაზე, რომელსაც არ შეუძლია აკეთოს ბიზნესი იქ, სადაც არ არსებობს სასამართლო და ჩვენ ხედავთ, ეხლა ჩვენ აქ ვლაპარაკობთ, თქვენი თანატოლები, ჩვენი მეგობრების შვილები არიან დაჭერილები, 9 წელი აქვს მისჯილი, არის უამრავი ადამიანი, ნაცემი, ნაწამები და ასე ვთქვათ, ეს სიტუაცია, რა თქმა უნდა, არის მიუღებელი. ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც აპირებს, რომ ამ ქვეყანაში რაღაცა ბიზნესი აწარმოოს. აქედან გამომდინარე, ჩემი აზრით, ყველა ბიზნესისთვის, კეთილსინდისიერი ბიზნესისთვის, უბრალოდ მიუღებელია ისეთ გარემოში ოპერირება, წარმოუდგენელია, სადაც ერთი რომ სასამართლო არ არის, მეორე რომ ბიზნესის კეთება არის მიჩნეული, რომ მხოლოდ რაღაც სამთავრობო რაღაც ტენდერებით შეიძლება ფულის კეთება და ეს არ იძლევა არანაირ საშუალებას იმისა, რომ ტექნოლოგია განვითარდეს და რეალურად ბაზარი, თავისუფალი ბაზარი განვითარდეს, რომელიც ჯერჯერობით ჩვენ ქვეყანაში არ არსებობს და თქვენ ხართ ის ხალხი, რომელმაც საფუძველი ჩაუყარეთ და ეს ესე უნდა გაგრძელდეს აუცილებლად, რომ დღეს არ ვიყოთ შეშინებული იმის გამო, რომ აი რაღაც ხელისუფლება მე მუქრება, რომ აქ თუ რაღაცას ხელს მოაწერ, ხვალ საგადასახადო შემოუშვებ და დირექტორს დავიჭერ და რაღაც ციხის კედლებს ვახეხინებ. ეს პერიოდი მაგალითად ოკმელაშვილის შემთხვევაში ზუსტად ასე ხდება, ხო? კი, რა საკვირველია. აქედან გამომდინარე, დღეს იბადება ახალი სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც ჩემი აზრით გადარეცხავს ყველა იმ აქტორს, რომელსაც სურს, რომ აი ეს სიტუაცია შენარჩუნდეს და ასევე იბადება ახალი ბიზნეს საზოგადოება, რომელიც ღიად ამბობს, რომ ერთადერთი ოპერირების საშუალება არსებობს იმ ქვეყანაში, სადაც თავისუფალი ბაზრის პრინციპები რეალურად მუშაობს. ეს არის თავისუფალი სასამართლო, ეს არის თავისუფალი მედია და ადამიანის უფლებები და წინააღმდეგ შემთხვევაში
უბრალოდ იქნება ადგილი ისეთი, სადაც, რა ვიცი, არაკეთილსინდისიერი ბიზნესი იმოღვაწევებს და გადასახადები წავა ისევ აი ამ რეპრესიების და რეჟიმის დასაფინანსებლად სამწუხაროდ. აი გუშინ მაგალითად წარმოუდგენელი რაღაც მოვისმინეთ, როდესაც დასანქცირებულ და მაგნიცისიაში შეყვანილ ადამიანებს კობახიძე დაპირდა, რომ თუ თქვენ ფინანსურად დაზარალდებით ამის გამო, სახელმწიფო ამას აგინაზღაურებთ, ანუ ეს რას ნიშნავს, რომ ჩვენი გადასახადებიდან მიიღებენ ის ადამიანები ფულს, რომლებიც მიუღებელი არიან მთელი დასავლური, იმიტომ რომ ძალიან მძიმეა მაგნიცკის სია და რომლებიც მიუღებლები არიან მთელი დასავლური სამყაროსთვის ეს თუნდაც ეს ერთი განაცხადი არის სრულიად წარმოუდგენელი. ჩემთვის მე ამ გვერდს ყოველდღე ვარეფრეშებ, ვანახლებ ხოლმე დღეში რამდენიმეჯერ ვუყურებ, რომელიმე კერძო უნივერსიტეტი დაემატა თუ არა, იმიტომ რომ საგანმანათლებლო სფეროში დიდი ხანია ვარ და ჩემთვის განათლების თავისუფლება არის ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი ქვეყნის განვითარებისთვის, მათ შორის მეცნიერების განვითარებისთვის, ტექნოლოგიების განვითარებისთვის და აი უკვე 5 უნივერსიტეტი არის მხარდამჭერთა სიაში, ეს არის საქართველოს უნივერსიტეტი, კავკასიის უნივერსიტეტი, რომელსაც ელენე წარმოადგენს დღეს აქ, ეს არის თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტები და ალტერ ბრიჯ უნივერსიტეტი. მათ შორის იმ ტოპ 60-ში, რომელზეც მოთხოვნა გაგზავნილია და ჯერჯერობით მოთხოვნა ბევრ უნივერსიტეტზეა გაგზავნილი, მაგრამ ჯერჯერობით ვინც არაფიქსირებს პოზიციას, ეს არის ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი და შავი ზღვის უნივერსიტეტი. აი ელენე, როდესაც ხედავთ, ხო ბიზნესის შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 1800-ას განაცხადს, რომ უკვე ავა ეს 2007-მდე უკვე ვიცით, რომ ავა და სავარაუდოდ კიდე დაემატება, უკვე თითქოს ბიზნესი უნდა გრძნობდეს, რომ 2007-ას ორგანიზაციაში ვერ შევარდება შემოსავლების სამსახური და ფინანსთა სამინისტრო. ანუ უფრო მყარად უნდა გრძნობდეს თავს. აი უნივერსიტეტების შემთხვევაში ჩვენ ასე ვიცით, როგორ იყენებენ ხოლმე ხარისხის ცენტრს, როგორც არასასურველი უნივერსიტეტებისთვის სადამსჯელო ღონისძიებას, იგივე ვნახეთ ილიას, მიუხედავად რომ სახელმწიფო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შემთხვევაში, აი 5 უნივერსიტეტი უკვე სერიოზული განაცხადია, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ ისეთი რაოდენობაა, როცა თქვენ ყველა მიცით, რომ რისკავთ. ხო, ასე არის, ეს არ არის მარტო აკრედიტაცია, ავტორიზაციის პროცესი, ეს არის ასევე, როდესაც უცხოელი სტუდენტები შემოდიან, სამინისტრომ უნდა დაადასტუროს მათ მისცეს ეს ეგრეთ წოდებული ვიზები, ხო, დასტური უნდა მისცეს და ესეც კი არის ერთ-ერთი მექანიზმი უნივერსიტეტებზე ზეწოლის. აი თქვენ როგორ გაბედეთ და რას მოუწოდებთ სხვა უნივერსიტეტებს? რატომ არის ძალიან მნიშვნელოვანი რომ შემოვერთნენ ამ განაცხადს? აი თქვენი მოსაზრება რომ გაგვიზიაროთ ამაზე. მადლობა, მოგესალმებით ყველას. ძალიან მნიშვნელოვანია ამ ტიპის ღონისძიება და ამ ღონისძიებაში ესე ინტეგრირება სხვადასხვა მიმართულებების და ერთიანობაში ამ ყოველფრის აღქმა კი საკმაოდ რთული არის, როგორც ახსენეთ, ჩვენ შემთხვევაში წნეხი და ბერკეტი რაც აქვს, ესე ვთქვათ, არალეგიტიმ ხელისუფლებას არ არის მხოლოდ ფინანსური ჭყალებში შემოვარდნები, ასევე საკითხი დღეს ავტორიზაციის და აკრედიტაციის მიმართულებითაც, ხო? თუმცა ჩვენ ვართ უნივერსიტეტი, მოღვაწეობთ საგანმანათლებლო სექტორში, მაგრამ ამავდროულად ვართ ბიზნესი, რადგან ვართ კერძო უნივერსიტეტი და ჩვენი წილი პასუხისმგებლობაც რა თქმა უნდა იგრძნობა და ამას ცხადყოფს ის, რომ ახალი თაობა, რომელმაც დააფიქსირა განაცხადები, რომ უნდა რომ მოისმინოს უნივერსიტეტის ხმაც, ანუ სად დგას უნივერსიტეტი, არის თუ არა თავისუფალი ბიზნესი და ამით ერთგვარად ვუსმენთ ჩვენს მომხმარებელს, გვისმის, რომ მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მხარდაჭერა და ვუდგავართ გვერდით, ხო? ძალიან მნიშვნელოვანი განაცხადია, ამიტომ ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეტაპობრივად ასე ვთქვათ, შემოუერთდება სხვა კერძო უნივერსიტეტების და საგანმანათლებლო სექტორიდან სხვა დაწესებულებებიც ამ წინააღმდეგობას. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ამ მომენტში, რომ სტუდენტების განცდები, სტუდენტების დამოკიდებულება, მათი ჩართულობა და ის წინააღმდეგობა, რომელიც აქვთ რეჟიმის მისამართით, ის მოთხოვნები, რომელიც აქვთ, არ იყოს მხოლოდ, ასე ვთქვათ, ქუჩაში გამოხატული პროტესტი, რომელიც რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია მათი ჩართულობა აქ, არამედ იყოს რაღაცა სხვა დატვირთვებიც კონდეს, ხო? მათ შორის ფუნქციონირებს ჩვენთან სტუდენტური წინააღმდეგობის მოძრაობის ჯგუფი, რომელიც სხვადასხვა მიმართულებებით აკეთებს პატარა ჯგუფების, ასე ვთქვათ, შეკრებებს, აორგანიზებს, უსმენს მათ ხმას და შემდეგ ხდება ამის გარკვეულწილად კოორდინირება ჩვენთან ადმინისტრაციასთან და ჩვენც ვართ გარკვეულწილად ჩართულები, რომ მათი ეს
შეტყობინებები მთავარი რაც აქვს მივიტანოთ შესაბამის საზოგადოებასთან ხო დღესაც აქ შეკრებილი საზოგადოებიდან ძალიან ბევრი არის ჩვენი კურსდამთავრებული არის იმ სექტორებიდან ლექტორები პროფესორები რომლებიც ჩვენთან კითხულობენ ლექციებს და წარმოადგენენ ბიზნესს და ჩვენთვისაც мотиваცია არის რომ ის ბიზნესები რომლებიც ჩვენთან არიან კავშირში არიან ამ თავისუფალი ბიზნესის მონაწილეები და ჩვენ დარწმუნებული ვარ რომ ჩვენი ჩართულობა და ჩვენი გამოჩენაც მათთვისაც არის ერთგვარი мотиваცია რომ აი საგანმანათლებლო დაწესებულებამაც ხმა მოიღო ასე ვთქვათ გამოაჩინა თავის დამოკიდებულება და ერთად ვართ ამ გარკვეულწილად ამ ბრძოლაში. ხო, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მე მგონი საქართველოში კიდე კარგად არ აქვს გააზრებული რა შეუძლიათ სტუდენტებს, რა შეუძლიათ პროფესორ-მასწავლებლებს, იმიტომ რომ არასდროს არ ქონია ჩვენ ეს საკუთარი ორგანიზაციის მიმართ პროტესტის გამოხატვის კულტურა. მაგალითად, როდესაც ჩემი მეგობარი მეუბნება, პროფესორი მეუბნება ერთ-ერთ ამერიკულ უნივერსიტეტში, რომ დეკანს შეგახვედრებ, მაგრამ იცოდე რომ ჩვენ დეკანის საწინააღმდეგო ჯგუფი გვაქვს ოფიციალურად შექმნილი და ვითხოვთ მისგან. აი ეს წარმოუდგენელია ქართულ უნივერსიტეტებში. ეს არის წარმოუდგენელი რაღაცა, თუ რაღაცა დაპირისპირება მიდის ხოლმე ყოველთვის ჩუმად, უნივერსიტეტი ცდილობს რომ ეს მიჩქმალოს. მაგრამ იმავე დროს ჩვენ უნდა გამოვიდეთ რაღაცნაირად 90-იანების პროტესტის ფორმიდან, იმიტომ რომ გვაქვს მაგალითად სოცმედია, გვაქვს მეილები და 5000 და 10000 სტუდენტი არის უზარმაზარი ძალა, რომელსაც შეუძლია რომ შეაწუხოს თავისი ადმინისტრაცია. არა მარტო იმ დროს, როდესაც ქვეყანაა გადასარჩენი, არამედ იმ დროსაც, როცა მათი უფლებები ირღვევა. და ყველამ კარგად უნივერსიტეტებმა განსაკუთრებით კარგად უნდა გაიაზრონ, რომ ისინი განათლების სტანდარტში გვიწერია პირდაპირ, რომ ისინი უნივერსიტეტები უნდა მონაწილეობდნენ საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ეს არის მესამე მისია, რომელზეც რამდენიმე წელია უამრავი გრანტი მიიღო განათლების სამინისტრომ და რაღაცნაირად იმით ხდება ხოლმე ეგრეთ წოდებული რაღაც მონიშნით ხდება ხოლმე ამ პუნქტების შესრულება. მაგრამ სინამდვილეში ეს ზუსტად ეს უნივერსიტეტის ფუნქციაა. ნებისმიერი ეს იქნება სახელმწიფო თუ კერძო უნივერსიტეტი, ამ შემთხვევაში სახელმწიფო უნივერსიტეტები ვერ უერთდებიან ამ განაცხადს, მაგრამ სხვა ფორმით შეუძლიათ, მაგრამ ეს არის უნივერსიტეტის ფუნქცია და ეს უნდა გაიაზროს ყველამ, როგორც სტუდენტმა, ისე პროფესორ-მასწავლებლებმა თუ ადმინისტრაციულმა სტაფმა. და იგივე ეხება ორგანიზაციებს. აი ორგანიზაციებს ახლა ამ პლატფორმიდან კი ითხოვ ხმას, მაგრამ იმავე დროს ყველას აქვს სოცმედია. ანუ ყველა სოცმედიის გამოყენება შეიძლება იმისთვის ეს ტიპიური ის არის, ხო, შეგვიძლია დათაგო, შეგვიძლია კომენტარებში თუნდაც დახუროს ერთი პოსტის კომენტარები მეორესი აქ გახსნილი. ესეც უკვე გარკვეული განაცხადია, როდესაც იმდენად მოცილებულია მომხმარებელს ორგანიზაცია, რომ უწევს გვერდის დახურვა კომენტარებისთვის. და ყველამ აი ეს ხერხები უნდა გამოვიყენოთ. ნინო დიზაინის ინსტიტუტი, რომლის დამფუძნებელი ხარ, ასევე არის საგანმანათლებლო ორგანიზაცია. აქ ჩვენ ნახეთ რამდენიმე აი ამ ტიპის საგანმანათლებლო ორგანიზაციები, რომელსაც დააფიქსირეს, თუმცა ჯერ კიდევ არ არის საკმარისი რაოდენობით. აი როგორ ფიქრობ, რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ აი ამ ტიპის საგანმანათლებლო ორგანიზაციებმა, რომელიც შეიძლება სკოლა და უნივერსიტეტი არ არის, მაგრამ მნიშვნელოვანია არაფორმალური და ექსტრაკურიკულური განათლებისთვის და პროფესიული განვითარებისთვის, რა როლი აქვს ამ შემთხვევაში აი ამ წინააღმდეგობაში ამ ტიპის დაწესებულებებს? მოგესალმებით ყველას. პირველ რიგში ძალიან მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ იმ კრიზისში, რომელშიც ვართ და იმ ტრანსფორმაციაში, რომელშიც ვართ, განათლება არის advantage, არ ვიცი. პირობა, რომელიც ჩვენ წინ გვწევს 100 წლის წინ განვითარებული მოვლენების წინაშე. ანუ 100 წლის წინ თუ ჩვენ არ ვიყავით გლობალური რაღაცა რუკის ნაწილი, ვიყავით რეალურად მარტო, მიუხედავად იმისა, რომ სურვილი დიდი იყო, დღეს ჩვენ განათლებით, ინფორმაციით და იმ დონით, რომლითაც გვინდა რომ შევეჭიდოთ იმ პრობლემას, რომელშიც ვართ, დარწმუნებული ვარ, ბევრად წინ ვართ, ვიდრე მაშინ ვიყავით. ძალიან გავს სამწუხაროდ ეს მოვლენები, მაგრამ ძალიან ოპტიმისტურად ვუყურებ, იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ ბოლო წლების განმავლობაში რა რაოდენობის ცოდნაც ჩვენ დავაგროვეთ, როგორც ქვეყანამ, იქნება ეს დიპლომები თუ executive education-ი თუ განათლების პლატფორმები თუ кейსები, რომელიც ვისწავლეთ, თუ ყველაფერი, რაც ესე აგურ-აგურ დავდეთ, ერთის მხრივ გვაძლევს ძალიან დიდ შესაძლებლობას, რომ გავაანალიზოთ ის საშიშროებები, რაც გვიდგას წინ. მეორეს მხრივ ძალიან მომზადებული ვართ ყველაზე კრიტიკული სცენარების მიმართად. შეიძლება მართლა ყველა ჩვენგანმა ვიცით, რომ როდესაც ვიძახით, რომ დავრეგისტრირდეთ თუ არ დავრეგისტრირდეთ და პირდაპირ ვიცით, რომ ეგზისტენციალური რისკი გვიდგება, მაგრამ იმ ხელა რისკის წინაშე ვდგავართ მთელი ქვეყანა, რომ
პრინციპში ესეც ალბათ უკანა პლანზეა უკვე გადასული და ხვდებით, რომ საუბრობთ მომავალი თაობის არსებობაზე და არა მხოლოდ ბიზნესის არსებობაზე. ოპტიმისტური კუთხით რო შევხედოთ და რატომაც მამშვიდებს ეს ყველაფერი და მე მაქვს 22 წელი ბიზნესთან, მანამდე ჩემი პირველი ბიზნესი 18 წლის ვიყავი, როცა გავაკეთე, მაშინაც ძალიან ისეთი რთული პროცესები გავიარე და ვფიქრობ, რომ ტრანსფორმაცია, რომელშიც მუშაობ, და თუნდაც ის თემები, რასაც ვასწავლით სტარტაპებს, კომპანიებს, დიდ ორგანიზაციებს, რაც გულისხმობს ახალი ხელსაწყოების შემოტანას, ეხლა ჩვენ ყველა შეგვიძლია ეს უნარები გამოვიყენოთ. ანუ ჩვენ ყველა მომზადებული ვართ ინდივიდუალურად, აი აქ მყოფი ყველა ადამიანი იმისთვის, რომ საკუთარი თავის, საკუთარი ბიზნესის და საკუთარი ქვეყნის პასუხისმგებლობა ავიღოთ და წინ ვიაროთ. ამიტომ ზუსტადაც არ მეშინია არც ერთი ნაბიჯის. რა თქმა უნდა, ფიზიკური შიშიც გვაქვს, ახლა ჩემი შვილები მაგათი იმასაკში არიან, რომ ფიზიკურად მათ ჯანმრთელობაზე ვდარდობ, როცა ეს ყველაფერი ვითარდება, თუმცა მეორეს მხრივ ვუყურებ ყველაზე მაგარი, ყველაზე წინწასული, ყველაზე ახალი ბიზნესების წარმომადგენლებს, რომლებიც ინდივიდუალურად არიან უზარმაზარი ძალა. და მნიშვნელოვანია რომ გავიაზროთ, რომ კომუნიკაციის ძალა, case based გამოცდილება და ის ყველაფერი, რაც ჩვენ თუნდაც მომავალ თაობას გადავეცით, უფლებას გვაძლევს, რომ ავაშენოთ დაალაგებული, კარგი ორგანიზაცია და რახან წარმოვადგენთ ტრანსფორმაციის რაღაც ნაწილს და ყველამ ვიცით, ტრანსფორმაცია რა მძიმე პროცესიც არის, მათ შორის შეიძლება ეს დამთავრდეს იმით, რომ გაკოტრდე და აღარ იარსებო, რაც ჩვენ ყველას გვიდგას დღეს წინ. დარწმუნებული ვარ იმაში, რომ კარგად გვესმის რა უნარებით შეგვიძლია გავიმარჯვოთ. ეს არის დისციპლინა, ეს არის ცოდნა, ეს არის განათლება, ეს არის წინდახედულობა, გეგმარება. არავინ არ ელოდა საქართველოსგან, რომ ჩვენ გვექნებოდა ერთიანი კოლექტიური შეთანხმება როგორც საზოგადოებას. პირველად აღარ ვართ ჩვენ როგორც ბიზნესი, როგორც წარმომადგენლები ამ საზოგადოების დეკორაცია. პირველად ბიზნესი სულ ლაპარაკობ ხოლმე კორეული მოდელი, რომელშიც ბიზნეს ქვეყნის განვითარების სტრატეგიაში აქვს სტრატეგიული როლი. შეიძლება კორეამდე ვერ მივიდეთ, მაგრამ ჩვენი კორპორაციები, ჩვენი სტარტაპები, ჩვენი კომიუნიტები მზად არიან იმისთვის, რომ მონაწილეობა მიიღონ ქვეყნის პოლიტიკაში. ჩვენ ყველას დაგვაჯერეს, რომ არ გვაქვს ამაში მონაწილეობის უფლების მიღება, თუმცა დარწმუნებული ვარ, თუ ამ გამოცდას ჩავაბარებთ, ყველა საკანონმდებლო ინიციატივაში, ყველა იდეაში ჩვენ ვალდებული ვიქნებით, რომ ჩართული ვიყოთ. იმიტომ ჩვენ გვითხარით, რომ თქვენ პოლიტიკაში მონაწილეობა არ უნდა მიიღოთ. დღეს დადგა საკითხი, როცა ყველა ადამიანს, რომელსაც ხვდებით ყოველ საღამოს, აქვს დინი რა უნდა შეიცვალოს კანონმდებლობაში, როგორ არის გადასაწერი რეგულაციები, როგორ უნდა გავაპროტესტოთ ის, რაც მომავალში არ მოგვეწონება, როგორც კი ამ რისკს თავიდან ავიცილებთ, რა რისკის წინაშეც ვართ, ჩვენ მოგვიწევს ყოველდღიური მონაწილეობა საზოგადოებაში და ბიზნესს ამ თემაში აქვს უზარმაზარი როლი, როგორც გადასახადების გადამხდელს, ისე განათლების ხელშემწყობს, ისე სოციალური პროექტების ხელშემწყობს და დარწმუნებული ვარ ის სილაღე, რომელიც დღეს ჩვენ ყველა განცდასთან ერთად გვაქვს, დაგვეხმარება იმაში, რომ ამ ტრანსფორმაციას რო გავივლით, ბევრ უფრო ძლიერ და საფუძვლიან საზოგადოებას ავაშენებთ. ბოდიში ცოტა გამიგრძელდა სიტყვა. არა, გვაქვს ცოტა დრო გვაქვს. ხო, აი ეს სხვა შორის ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ მუდმივად ამას გინერგავს მართლა და ძალიან კარგად შეიძლება ხოლმე აი ოცნების მომხრეების კომენტარებში ან ტროლებს არ გულისხმობ ადამიანებს, ვისაც ვიცნობთ, კარგად შეიძლება ხოლმე ამის წაკითხვა, რომ ესე იგი თუ რაღაცას თანამშრომლობ სახელმწიფოსთან ან რამე ისა გაქვს მიღებული, რაღაცა პროექტი გაქვს გაკეთებული, თითქოს მორალური უფლება არ აქვს, რომ გააპროტესტო მისი არასწორი ქცევა, რაც აბსოლუტურად, იმიტომ რომ სახელმწიფოს ფული არანაირად არ არის რომელიმე და მით უმეტეს არალეგიტიმური ხელისუფლების ფული, ეს არის ჩვენი საზოგადოების ფული. იგივე მოპოვებული მსოფლიო ბანკის სესხი იქნება, რომელიც ჩვენი გადასახდელია, თუ გრანტები, ევროკავშირის გრანტები, ეს ყველაფერი იმიტომ ხდება ამათი მოპოვება, რომ ჩვენ სადღაც, არ ვიცი, აი ელენემ, თინამ, ნინომ თუ ნანამ სადღაც რაღაც პროექტი გააკეთა და იმაზე დაშენდა. ანუ ეს არანაირად არ არის რომელიმე ხელისუფლების ფული და ძალიან უცნაური кейსის მომსწრე გავხდით. ერთი კვირის წინ ჩვენ ვიყავით ტექნოლოგიების და ინოვაციების სააგენტოში სტარტაპები, ის სტარტაპები, რომელთაც არ შეიძლება სტარტაპები და ტექ ეკოსისტემის წარმომადგენლები, რომელთაც არ მოერიდათ იმ ადამიანებთან მისვლა და პროტესტის განცხადება, ვისთანაც დიდი ხანია თანამშრომლობთ და ამას გუშინ მოყვა სრულიად ამაზრწენი მის ნინო წილოსანის ვიდეო, რომელმაც ბექა თალაკიშვილს პირდაპირ მიუთითა, რომ აი შენ ეს გრანტები გაქვს მიღებული, აი ეს იყო სუფთა 37, უფრო ადრიანი, ხო 30-იანი წლები, როდესაც იწყებოდა ჯერ დახვრეტა კი არა, ჯერ იწყებოდა ადამიანების გაშავება გაზეთებით და რაღაცა ის მოგონება. და მე მგონია, რომ ეს ჩვენი ბრალიც არის, იმიტომ რომ ყველა რაღაცა პატარა დარღვევაზე ჩვენ კაფიოდ, ვინც თანამშრომლობთ სახელმწიფო ორგანიზაციებთან სხვა ფორმით, იმიტომ რომ გვინდა ამ სახელმწიფოს განვითარება, ჩვენ კაფიოდ არ დავაფიქსირეთ თავის დროზე, რომ ეს არ არის მისაღები. აი ახლა ის პოსტი, რომელიც ბექას დალაკიშოს უდევს, როცა ის ამბობს, რომ თუ კი ტექნოლოგიების სააგენტო გააგრძელებს ამ რეჟიმის მხარდაჭერას და მკაფიოდ არ გამოთქვამს, თუ რა მდგომარეობაში ვართ, იმიტომ რომ ყველაზე ცუდ მდგომარეობაში ეს ეკოსისტემა აღმოჩნდება,
ითვლება, თუ არ დააფიქსირებს, მაშინ მე მასთან არ ვითანამშრომლებ ამ და ამ ფორმით. და ჩემი აზრით, ყველამ ვისაც რამე შეხება გქონია და ყველა ვის რამე ფორმით ვეხმარებოდით ამ ეკოსისტემის განვითარებას, ზუსტად ეს უნდა გავაკეთოთ, მაგრამ აი ეს გადატეხა გვიჭირს. აი შენ ახსენე სილაღე და მე ცოტა მაშინებს ხოლმე სილაღე, იმიტომ რომ ჩვენ სულ გონია რომ რაღაცნაირად აი პატარა ეფორტი, პატარა ძალისხმევაც საკმარისი, ანუ რაღაცა ორ მარშზე გასვლა საკმარისია იმისთვის, რომ რეჟიმი ჩამოიშალოს, მაგრამ არ არის საკმარისი. მე მგონია, რომ ამას ყველაფერს ძალიან უნდა მოვუყაროთ თავი და იმიტომ რომ ძალიან ბოროტი რეჟიმი არის, მძიმე რეჟიმი არის და ძალიან უნდა მოვუყაროთ თავი და ერთიანად უნდა მივუშვათ და არ მოვდუნდეთ, არ გვეგონოს, რომ რაღაცა მცდელობა არის საკმარისი. აი როგორ ფიქრობ, თინა, როგორ შეგვიძლია ამ ყველაფრის უფრო მეტად შეკვრა და როგორ შეგვიძლია თქვათ ეს ძალისხმევა ყველამ ერთად საზოგადოებამ გამოვიყენოთ რომ თქვათ როგორც დინოზავრი პოლიტიკოსები გვებრძვიან, ასევე გვებრძვიან დინოზავრი ბიზნესმენები, რომლებისთვისაც არ არის უცხო ისეთ გარემოში საქმიანობა, სადაც გზამები უნდა მისცენ, სადაც ჭრილოვანი ეკონომიკაა, სადაც ქუჩი შპანა დარბის და შეუძლია რომ რა ვიცი თავი წაგაცალოს და ამისთვის არაფერი არ შეხვდეს და სადაც პრინციპში რაღაც მაფიოზური სტრუქტურები მართავენ ბიზნესაც და სახელმწიფო სტრუქტურებს. აქედან გამომდინარე ეს ბრძოლა არის უბრალოდ ბრძოლა შეიძლება ითქვას გადარჩენისთვის ჩვენ ძალიან ბევრი გვაქვს დასაკარგი და უკვე დავკარგეთ ის რომ რაღაც აკრედიტაცია შეჩერდა ის რომ ძალიან ბევრი ინვესტორი უარს აცხადებს შეწყვიტა ურთიერთობა ის რომ რა ვიცი ხვალ და ზე კიდევ დაგვიდგება ესეთი მომენტი და ის რომ გავხდებით ერთ-ერთი ჩამორჩენილი აღმოსავლეთ ევროპის და თუ საერთოდ ევროპის ან ევრაზიული ქვეყანა და აქედან გამომდინარე ჩვენი მომავალი თითოეული ჩვენგანის მომავალი არის რისკის ქვეშ ასე რომ რასაკვირველია ეს ყველას გააზრებული გვაქვს და თითოეულის წვრილიც გააზრებული აქვს რომ ქვეყანა თუ გვინდა რომ ვიცხოვროთ ნორმალურ ქვეყანაში ეს არის ჩვენი თითოეულის პასუხისმგებლობა და აქ იკვეთება ზუსტად ბიზნესის პასუხისმგებლობა, რადგან ბიზნესი შედგება ადამიანებისგან, თანამშრომლებისგან, თანამშრომლებს ისევე როგორც სტუდენტებს მაგალითად საგანმანათლებლო დაწესებულებაში ბევრი რამის გაკეთება შეუძლიათ და სიმართლე რომ გითხრათ ის რომ ამდენი ბიზნესი დარეგისტრირდა ამ პლატფორმაზე შეიძლება თვითონ ხელმძღვანელობა ფრთხილობდა და არ უნდოდა ამის გამოცხადება ესაღიათ, მაგრამ იმდენად დიდი იყო წნეხი მომხმარებლებისგან და თანამშრომლებისგან, რომ მათ უბრალოდ სხვა გამოსავალი არ დაუტოვეს და მინდა რომ ეს პროცესი გაგრძელდეს და არ აღმოჩნდეთ ისეთ ქვეყანაში, სადაც მე მაგალითად ჩემ სტუდენტებს კორპორაციული პასუხისმგებლობის ლექციის დასრულების შემდეგ ვეუბნები რომ თუ არ შეიცვალა სიტუაცია, ხვალდაზე თქვენი საგანი არ დაგჭირდებათ, რადგან უპასუხისმგებლო კაპიტალი, რომლისგანაც თვალი უჭირავს ჩვენ ხელისუფლებას, საერთოდ არ მოითხოვს არანაირ არც გარემოს დაცვით, არც შრომით, არც ადამიანის უფლებების და არანაირ ვალდებულებას. აქედან გამომდინარე, ბრძოლა წინ არის, ბრძოლა უნდა იყოს ბოლომდე უკეთესი მომავლისთვის, სადაც ყველა იხეირებს და აქ არ იქნება წაგებული. აი ეს უნდა იყოს ჩემი აზრით ჩვენი მიზანი. განათლების სისტემაში უკვე გვაქვს ერთი წაგება, იმიტომ რომ ძალიან ბევრმა თანამშრომელმა იშრომა ხარისხის ცენტრის იმისთვის, მათ შორის მე თანამშრომელი არ ვიყავი, მაგრამ ექსპერტი ვიყავი, ერთ-ერთი და ბევრი პროფესორი იყო ასე ექსპერტი და მინდა გითხრათ, რომ რეალურად უნდა დახარჯო მინიმუმ 5 სამუშაო დღე და ამაში გიხდიან რაღაცა 200 თუ 300 ლარს, ანუ ყველასთვის ეს სინამდვილეში იყო მოხალისეობრივი საქმიანობა, ზუსტად იმიტომ რომ როდესაც ჩვენ მოვედით როცა ჩვენ დავიწყეთ ხარისხის ცენტრთან თანამშრომლობა, მე პირადად 2017-ში დავიწყე, როცა დავბრუნდი ნაწილობრივ საქართველოში, ვიცოდით ბევრი არაკეთილსინდისიერი ექსპერტის შესახებ, რომელიც ან ნეპოტიზმით, ან რაღაცა ნაცნობობით, რაღაცებით შეუსაბამო დასკვნებს წერდა და ზუსტად ამიტომ ვაკეთებდით მე და ჩემი კოლეგები ამას ფაქტობრივად მოხალისეობრივად, თან ძალიან მძიმე სამუშაოა ხოლმე, გიწევს რომ იქ რაღაცა სხვადასხვა უნივერსიტეტების რექტორებს ეჭიდაო, გიწევს რომ რაღაც შენიშვნები მისცე, ფაქტობრივად იქ შეიძლება შენი მეგობარი იჯდეს მეორე მხარეს როგორც პროფესორი და გიწევს მორალურადაც მძიმე არის ეს პროცესი და ამისთვის ბევრმა ექსპერტმა და მათ შორის ხარისხის ცენტრის თანამშრომლებმა იშრომეს ძალიან ბევრი იმისთვის რომ აი ამ ევროპული იმისთვის რომ ქართული ხარისხის ცენტრი, საქართველოს ხარისხის ცენტრი ყოფილიყო აი ამ ევროპული ორგანიზაციის წევრი.
და ეს 2019-ში მივიღეთ, ეს დიდი ზარზეიმით გამოაცხადეს და სინამდვილეში ახლა დღეს რაღაცნაირად ბევრი არასწორი ინფორმაცია გროვდება ამის ირგვლივ. Რა თქმა უნდა, ეს პირდაპირ არ ემუქრება დიპლომების აღიარებას, მაგრამ იმავე დროს ეს ნიშნავს, რომ ჩვენ უკან დავიხიეთ, რომ როდესაც ელაპარაკებოდი რომელიმე უცხოურ უნივერსიტეტს და ეუბნებოდი, რომ მოდი დუალური პროგრამა გავაკეთოთ და ეუბნებოდი, რომ აი ჩემი ხარისხის ცენტრი, რომელმაც მე შემამოწმა ის შეესაბამება ევროპულ სტანდარტს, ეს იყო პლუსი, უკვე ამას ეს უკვე დავკარგეთ და როდესაც თან ეს არის 2023 წლის შეფასება და ამის შემდეგ უკვე კიდევ უარესად იქცეოდა განათლების სამინისტრო, ანუ კიდევ უარესი რაღაცები გველის წინ. აი ამაზე 1-2 სიტყვა რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეს ელენე და აი ახლა ჩვენ თუ ამ ბრძოლას არ მოვიგებთ, სად მივდივართ, როგორ მივდივართ უკან? ძალიან სწორი აქცენტები არის, მადლობა ნანა. ძალიან საზოგადოების სხვადასხვა წრეს, იმიტომ რომ უბრალოდ არ არიან შესაბამის პროცესებში ჩართულები, მაგალითად ამ შემთხვევაში განათლების სექტორში როგორ ხდება ეს სააკრედიტაციო საავტორიზაციო პროცესები, რა თქმა უნდა, ზუსტი ინფორმაცია ვერ იქნებათ, ხო და ელოდებიან შესაბამისი სფეროდან წარმომადგენლები, როდის გავაკეთებთ რაღაც გარკვეულ განცხადებებს. თუმცა პარალელურად განცხადებებს აკეთებს, რა თქმა უნდა, მთავრობის წარმომადგენლებიც აკეთებენ და შემდეგ ხდება გარკვეული ინტერპრეტაციები. Როგორც აღნიშნე, ეს პროცესი 2019 წელს მოხდა, ჩვენი მიერთება, გაერთიანება ამ ევროპულ ასოციაციაში, თუმცა დღეს გვეუბნებიან, რომ არაფერი სასიშროება ამით არ გვემუქრება, ისევ იქნება ყველაფერი, როგორც იყო 2019 წლამდე. ხო, მაშინ რატო ვიშრომეთ იმდენი, რატო მოვიყვანით ჩვენი განათლების სისტემა შესაბამისობაში? ისევ უნივერსიტეტების ძალისხმევით მე ვიტყოდი მეტწილად, ძალიან დიდი შრომით, ჩვენი ჩართულობით საერთაშორისო პარტნიორებთან იმ დარწმუნებასთან, რომელსაც ჩვენ ყოველდღიურად ვემუშაობთ უცხოურ უნივერსიტეტებს, რომ გახდნენ ჩვენი პარტნიორები, ხო და ამით ნდობა მოვიპოვოთ საერთაშორისო თანამშრომლობის თვალსაზრისით და გვეუბნებიან, რომ ისე ვიქნებით, სადაც აქამდე ვიყავით, ხო? ანუ რაც ვიმუშავეთ ამ 5 წლის განმავლობაში და რის გამოც ეს მოვიპოვეთ, თითქოს არაფერი ისეთი არ გაფუჭებულა. სინამდვილეში გრძელვადიან პერსპექტივაში ძალიან ბევრი რამ გაფუჭდება, მათ შორის გაფუჭდება ის, რომ თუ აქამდე ჩვენ გვყავდა უამრავი პარტნიორი უცხოური უნივერსიტეტი, რომელიც გვეკითხებოდა პირველ რიგში, რომ საერთაშორისო აკრედიტაცია თუ გვაქვს და მე რო ვუხსნიდით ქვეყნის კონტექსტს და მაგალითად მოყვავდა, რომ აი საერთაშორისო აკრედიტაცია არ გვაქვს, მაგრამ ვართ ამ ორგანიზაციის წევრები, რა თქმა უნდა, ეს გვეხმარებოდა ხო ამ ყველაფერში. შესაბამისად, ახალ პროგრამებს, მათ შორის მიმდინარე პროგრამებსაც ექნება გარკვეული რისკები და ამიტომ არის ზუსტად მნიშვნელოვანი, რომ ის საზოგადოება ამ შემთხვევაში წნეხი ბჭყალებში დავარქვათ, რომელიც შეიძლება წამოვიდეს ჩვენ შემთხვევაში სტუდენტების მხრიდან, ხო, მათ გაიაზრონ კარგად რას ნიშნავს ეს და თვითონ რას დაკარგავენ. გარდა იმისა, რომ ჩვენ დავკარგავთ უნივერსიტეტი, ჩვენ მოვახდინოთ ამ ყველაფერზე დროული რეაგირება, ავუხსნათ, განვუმარტოთ და გავხდეთ პროცესის მონაწილეები და მნიშვნელოვანი ამ ყველაფრის ანუ არ უნდა გავჩერდეთ, ასე ვთქვათ და ნახოთ როგორ რა როლი გვაქვს და ამ როლს როგორ შევასრულებთ. ხო, ფუნქციები გადავინაწილოთ, სულ ისმის, რაც დაიწყო ეს წინააღმდეგობა, რომ ვინ არის ლიდერი, ვინ არის ორგანიზატორი და ვამბობთ ყველანი და ვთანხმდებით, რომ თვითორგანიზებადი იყო ეს ყველაფერი, ხო, თუმცა მე მგონია, რომ უკვე იმ ეტაპზე გადავედით, რომ პატარ-პატარა ჯგუფებს სჭირდება უფრო სერიოზული ორგანიზება იმისთვის, რომ დიდ ჯგუფში გაცლებით უფრო ხმაურიანი, მასშტაბური წინააღმდეგობები გქონდეს, ხო, ანუ ნაბიჯები კონკრეტული როგორ შეიძლება, რომ ჩვენ მაგალითად განათლების სექტორში, ხო, იქ ბიზნესებმა, მცირე ბიზნესებმა, სტარტაპებმა ყველამ ჩვენი სათქმელი ვთქვათ და რეალურად მივყვეთ ამ პროცესებს, რომ საბოლოო გამარჯვებამდე, ესე ვთქვათ, მივიდეთ. ძალიან საინტერესო кейსი შეიქმნა ახლა 28 დეკემბერს, მაგალითად გამოცხადებულია ჯაჭვი მთელ თბილისში და თითოეულ ორგანიზაციას შეუძლია რომ რომელიმე ხიდი აირჩიოს, იმიტომ რომ დევს პირდაპირ რუკა ამ ხიდების და შეუძლია რაღაცა მონაკვეთი. აი ესეც არის, ანუ ამას ლიდერი არ ჭირდება, ხო? ეს არის დეცენტრალიზებული, ამ დეცენტრალიზებულ პლატფორმებზე რამდენი ხანია ვლაპარაკობ და ზუსტად ესეც არის წინააღმდეგობის დეცენტრალიზებული პლატფორმა, როდესაც ერთი ორგანიზაცია აირჩევს რომელიღაც ხიდს და იმაზე იქნება პასუხისმგებელი რომ ამ ხიდზე დადგება ჯაჭვის სახით, აი ამ ტიპის გადაწყვეტილებებზე უნდა ვიფიქროთ, მე მგონი ძალიან ბევრი, როგორ შეიძლება რომ აი ამ სხვადასხვა პატარა ჯგუფებმა უკვე მაგალითად დაამთხიონ ერთმანეთს, ძალიან კარგი იყო და ისეთი სიმბოლური იყო, როდესაც ინტერდისციპლინურობის, როდესაც IT სექტორმა მარშით ვიარეთ და შემდეგ შემოგვიერთდა ხელოვნების სექტორი და ერთობლივად ისეთი სახალისო მარში გამოვიდა, რომ მთელი ქალაქი გაჩერდა. მაგრამ აი ამ გაჩერების და შეწუხების გარეშე, რა თქმა უნდა, რეჟიმი ესე თავისი ნებით არაფერს არ დათმობს და რა თქმა უნდა ეს წინააღმდეგობა უნდა გავაძლიეროთ. და თინა, აი ასევე ჩვენ გვჭირდება, იმაზეც ვიფიქროთ, აი მანამდე ვსაუბრობდით ჩვენ, რომ
ნინო გჭირდება რომ ვიფიქროთ აი შემდეგ რა იქნება ხო ვთქვათ არა მე მგონი დარწმუნებული ვართ რომ უნდა გავიმარჯვოთ და მე მგონი ყველა ამას უნდა მიხვდეს რომ აი ახლა თუ გეშინია სახელმწიფოსი მაშინ ეს ნიშნავს რომ ორ თვეში გაცილებით მეტად უნდა შეგეშინდეს იმიტომ რომ მთელი ის კანონები რაც ვიხილეთ საჯარო თან უკანონო კანონები იმიტომ რომ მართლა ეს არის პირდაპირ არის ადამიანის უფლებების დარღვევა საჯარო მოხელეებთან რაც მიიღეს ზუსტად ასეთივე კანონებს გაავრცელებენ ბიზნესზე ანუ არაფერი არ შეუშლით ხელს ხო მაგრამ აი გამარჯვების შემდეგ როგორ ვიქცევით რომ ეს ყველაფერი არ გამეორდეს და ისევ აი ამ ტიპის რაღაცა პოლიციური სახელმწიფო არ მივიღოთ. პირველ რიგში რო არ დაგვავიწყდეს ამ ბრაზის დროს რა გვინდა, მე მაგათად ვინიშნავ და თქვენც იგივეს გირჩევთ, რომ ის აზრები რაც გაქვთ, თავცებად ჩაინიშნოთ, ხო? ჯერა იმ პროცესის, რომელშიც დღეს ვართ, იქიდან გამომდინარე, რომ ეს არის bottom up პროცესი, ხო? ანუ მაგალითად სტუდენტები აიძულებენ ფაკულტეტს, ფაკულტეტი აიძულებს მაგალითად მენეჯმენტს, ხო? იგივე ხდება ბიზნესშიც. ბევრი თანამშრომელი ზეწოლის შედეგად იღებს იმას, რომ თუნდაც რეპუტაციული რისკის ან რაღაცის კვალობაზე ბრენდის ღირებულების აიძულოს თავის კომპანია რომ დარეგისტრირდეს. იგივე ხდება დარწმუნებული ვარ ბევრ ისეთ ორგანიზაციაში, რომელსაც დღეს ვერ ვხედავთ. ერთი რაც მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში გამოვლინდა ერთეულების მნიშვნელობა. ანუ არა ლიდერის, არა დიდის, არამედ ამიტომ მგონია, რომ სტარტაპების აქტივობა არ ჩაივლის ყურადღებას და პატარა და მცირე ბიზნესიც ძალიან დიდ როლს თამაშობს ამ ყველაფერში, იმიტომ რომ საბოლოოდ თუ ჩვენ ვქმნით ახალ კულტურას ეს კულტურა ყველა ჩვენგანში გასატარებელია. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი არის რომ ალბათ პირველად ვეხებით იმ მომენტს, როცა ჩვენ თვითონ აღარ ვითვლით. მე მაგალითად ადრეს თუ მიწევდა ჩემი მეგობრების დარწმუნება, რომ 10 კაცი ან რაღაცა კონკრეტულ პროტესტზე წამომყოლოდნენ. დღეს მე არავის არ მარწმუნებ, მარტო მივდივარ და ჩემი მეგობრები იქ მხვდებიან, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. და არა მარტო მეგობრები, ბევრი შერიგებაც მოვასწარით ამ პროცესში, სოციალურ გუშინ მქონდა ეგეთი ფაქტი, რომ დიდი ხნის ესეთი განაწყენებული ადამიანი მოვიდა და შემირიგდა მითხრა უფრო მნიშვნელოვან რაღაცაზე ვდგავართ ერთად. ფიქრობ რომ მომავლისთვის რაც არის მნიშვნელოვანი ჩვენ როგორც ბიზნესებმა, როგორც მენეჯერებმა, როგორც ლიდერებმა ვიცით რომ რაღაც უნარები გვაკლია, ხო? ძალიან ბევრი ვიმუშავეთ ყველა ჩვენგანმა ინდივიდუალურად რაღაცები განგვევითარებინა. იგივე გვაქვს ქვეყანაში გასაკეთებელი. ანუ მაგალითად პროფკავშირების ჩამოყალიბება, რომელიც აქამდე ყოველთვის იყო რაღაცა პრობლემა, ჩვენთვის ეხლა გამოვლინდა, რომ ადამიანებს სურთ, რომ კუთვნილება გაუჩნდეთ თუნდაც თავის ნაირებთან, ხო? შეიძლება დღეს გვეხალისება ეს მარშების თემა უკვე, მაგრამ ძალიან კარგად გამოვლინდა, როგორ სურთ ერთნაირ ადამიანებს რაღაც კონკრეტულ ერთობაში გაერთიანება. იგივე მაგალითად ეს სტუდენტური ერთობები სულ იყო დაკავშირებული რაღაც პოლიტიკურად მართულ ჯგუფებთან, რაც დღეს საკმაოდ ჯანსაღად ჩამოიშალა და თავიდან აეწყო. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. იქაც კი სადაც ტრადიციულად იქაც კი სადაც დარჩენილია სახელმწიფოს მიერ მართული, ну, თუ რაც რექტორის მიერ მართული სტუდენტური თვითმმართველობა, იქ პარალელურად შეიქმნა რეალური თვითმმართველობის ჯგუფები. ვინ იფიქრებდა, რომ მაგალითად არტისტები როდისმე გაერთიანდებოდნენ, ეს ჩემი სფეროა და თუნდაც რომ ვუყურებ რამხელა ბრძოლა მიმდინარეობს შემოქმედებითი მიმართულებით, აქვე ყველამ გამოვავლინა თავის პოტენციალი, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. ყოველთვის ვიყავით ცოტა ზედაპირულები თუნდაც პროტესტში, არ გქონდა რაღაცა ჩამოყალიბებული მესიჯები, არ ვიცოდით რისთვის ვიბრძვით. დღეს თუნდაც კულტურას, არტს, განათლებას რა ვიცი, აქტივიზმს მიეცა თავის ადგილი და ის პროცესები, რომელზეც ვსაუბრობთ, რომ მომავალში ალბათ უნდა გავერთიანდეთ და უფრო მცირედ, რა თქმა უნდა, დღეს არის საშიშროება, ყველა ეძებს ლიდერს, ყველა მიცის, რომ ლიდერს როგორც კი იპოვიან თავს ააცლიან, შესაბამისად არავის არ უნდა ლიდერობა, თუმცა ეს რაღაცა კოლექტიური ერთიანი მსვლელობა, რომ უკეთესობა, ეს რაღაც well-being, რომელიც გვინდა ყველას ერთად, ბიზნესიც მგონია, რომ ნელ-ნელა იძენს როლს აი იმ რაღაცა მართლობაში, რომელშიც არ ქონდა. ანუ თუ ადრე ვსაუბრობდით, რომ ჟურნალისტები, NGO-ები, საჯარო სექტორი, ბიზნეს ეს როლი არ ქონდა. მოდი ვაღიაროთ, იმიტომ რომ ყოველთვის აღქმული იყო რაღაცა ფულის ტომარად, ცუდი სიტყვა შეიძლება ან რაღაცა აქტივიზმის რაღაცა ელემენტები არ ითვლებოდა კარგ ტონად. დღეს ეს ასე ვთქვათ ნარატივი შემოვიდა და მე ძალიან მინდა რომ ჩვენ ქვეყანას რომელსაც გეოპოლიტიკურად აქვს ურთულესი მდებარეობა, აქვს ურთულესი რაღაცა სამეზობლო ყავს, მგონია რომ აი ზუსტადაც ეს ჩვენი საკომუნიკაციო უნარები, ბიზნეს უნარები, სტარტაპ უნარები, ინოვაციური უნარები არის ის, რამაც უნდა გადაგვარჩინოს, შესაბამისად თუ არ გამოვიმუშავეთ სტრატეგია როგორ მივიდივართ წინ, ალბათ ძალიან რთული იქნება. ჯერა აი ამ წარმოგშობილი კომიუნიტიების, რომლებიც შექმნიან ალბათ ქვეყნის სტრატეგიას და ალბათ იმისიც მჯერა რომ ყველა ჩვენგანს აღარ შერცხვება მონაწილეობა იმ ყოველდღიურობაში, რაშიც ვართ.
ძალიან დიდი მადლობა ჩვენით რომ ამოიწურა ძალიან საინტერესო იყო თქვენთან საუბარი უბრალოდ ერთი რაღაცის დამატება მინდა რასაც ხშირად ვხედავ ხოლმე აი ჩვენ გავიზარდეთ გმირების ისტორიებზე ხო ანუ მუდმივად საქართველოსთვის ძალიან არის ქვეყნები რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი არ არის ხო იმიტომ რომ ისინი განვითარდნენ შრომით არ იყვნენ მუდმივად აი ამ ომში და ჩვენ მუდმივად ომში გვიწევდა მთელი ჩვენი რამდენიმე ათასწლოვანი ისტორიის განმავლობაში სულ ომში გვიწევდა ყოფნა ამიტომ ჩვენთვის გმირის ფენომენი არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამაზე ყოველთვის ვხვებით ხოლმე დიდი სიამაყით სხვადასხვა გმირებზე და გმირი და ყოველთვის ვხვებით იმაზე იმ გმირებზე რომელთაც სიცოცხლე დათმეს ხო ანუ როგორც ყველაზე ძვირფასი აი ამ დროს ალბათ როდესაც ქვეყანა აი ასეთ კრიზისშია და ასეთი საფრთხის წინაშეა ჩვენ ყველამ უნდა გავიაზროთ იმიტომ რომ ხშირად ვხედავ რომ აი ვიღაცა მოდის მაგალითად აქციაზე და ფიქრობს რომ ეს არის საკმარისი და იმავე დროს აქვს ორგანიზაცია და ცდილობს რომ ამ ორგანიზაციას არაფერი არ შეეხოს და ეს ორგანიზაცია და ამბობს აი მე ხო დავდივარ და ამ დროს ანუ თუ გმირობა არის ყველაზე ძვირფასის დათმობა ყველამ ჩვენ თავს ვკითხოთ რას ვრისკავთ მზად ვართ იმ რაღაცა მისი კი არა რაც ოდნავ დისკომფორტს გვაყენებთ არამედ მეტი რისკისთვის ვართ თუ არა მზად თუნდაც ეს იყოს ჩვენს პარტნიორებთან ურთიერთობის გარისკვა თუნდაც ეს იყოს ჩვენს ორგანიზაციასთან რაღაცნაირი დაპირისპირება ან იყოს რომ ჩვენი ორგანიზაცია რაღაცა სახელმწიფო რისკის ქვეშ ანუ რამხელა რა შეგვიძლია ვაკეთებთ თუ არა მაქსიმუმს რაც შეგვიძლია აი ყველა რომ ამას იმასაც კი არ ვამბობ რომ აი ვინც ვერ ხვდება რომ კრიზისი უბრალოდ ყველა ვინც ხვდებით რამხელა კრიზისში ვართ რომ 1921 წელი გვიდგას მართლა აი ყველა ის ადამიანი თუ ამას მიხვდება და თავის მაქსიმუმს გაიღებს ძალიან მალე დამთავრდება რეჟიმი დიდი მადლობა ყველას ძალიან დიდი მადლობა საინტერესო და ესეთი სამოტივაციო დისკუსიისთვის. ჩემთვის განსაკუთრებით სასიამოვნო იყო რომ მთლიანად სადისკუსიო პანელი ქალბატონებისგან შედგებოდა. ძალიან დიდი მადლობა ჩვენ მონაწილეებს და ახლა მინდა გამოვაცხადო მცირე შესვენება დაახლოებით 10-15 წუთი შევისვენოთ. პატარა დრინქსები და სნეკები მივირთოთ და შემდეგ გადავალთ უკვე სტარტაპების დაჯილდოვებაზე. მადლობა.